2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციიდან შესაძლო კიდევ ერთმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. ეს არის პარტია თავისუფლების მოედანი, რომლის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ანგარიშ ვალდებულებას გრძნობენ ამ საკითხთან მიმართებით, ამიტომ ამაზე მსჯელობა ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტია გირჩიც, რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ისინი დადასტურებულ უარს არ ამბობენ, თუმცა აღნიშნება, რომ ახლობ რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი და განიხილავენ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს მიუკერძებელი საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. მართლ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში უშანსოა და გამარჯვებას კვლავ ქართული ოცნება მოიპოვებს. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ყოველთვის ვემზადებით მორიგი არჩევნებისთვის. არჩევნები ეს არის პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი და ამაზე უარის თქმა უარის თქმის უფლება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ეს ზოგადად ასეა. მაგრამ რაც შეეხება ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ეს არის ძალიან ადრე. ჩვენ დღეს არ ვაპირებთ ამაზე ცალსახა კი ან ცალსახა არა ვთქვათ. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე გამოკიდებული, პირველ რიგში უნდა გავიდეს დრო. რა ვითარებაც არის საქართველოში, რომ ცესკო არის ერთი კაცის საკუთრებაში, რომ ყავს პოლიტიკური პატიმრები, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნულზე ქართულ ოცნებას საუბარიც კი არ უნდა, რომ ქვეყანა მიდის აქტიურად რუსეთის მიმართულებით, შორდება ევროკავშირს, ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ფინანსური სანქციები უწესდება როგორც ქართულ ოცნებას, ისე ქართული ოცნება უწესებს ქართველებს ამ ქვეყნის სიყვარულისთვის სანქციებს და კონკრეტულ ჯარიმებს, შეუძლებელია უბრალოდ ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზეც კი. ალბათ ზოგადად სწორი იქნებოდა რომ ოპოზიცია იღებდეს მონაწილეობას და რაღაც პოლიტიკური კონკურენცია იყოს, დისკუსიები, დებატები და როგორც მინიმუმ დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში ქართული ოცნება დამარცხებული იყოს, რაც თეორიული შესაძლებლობა მინიმუმ არსებობს. თუნდაც ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ მაქვს განსაკუთრებული იმედი, რომ ჩემი კოლეგები რაც გააზრებულად სტრატეგიას აერჩევენ. ამიტომ ალბათ უკეთესი იქნება, რომ მართლა არ მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიწრო პარტიულად უფრო გავძლიერდებით ამ არჩევნების შედეგად და კიდე ერთი არჩევნების წინ ვიქნებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენ წინას არ ინფორმაცია ამასთან მიმართებით არ გვაქვს, თუმცა ვიცით რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დააყენებს კანდიდატურას, ვინ გამოვა თვითმმართველობის არჩევნებზე, ვინ იქნება მაჟორიტარი და მერი კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისგან. თუ აქვთ გადაწყვეტილი რომ გააგრძელონ ქვეყნის საბოტაჟი, კი ბატონო, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს. მათ არავინ არ ეკითხება რეალურად რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გამოვიდნენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში, ისინი დაკვეთას იღებენ მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან. მათ იციან რომ ნულოვანი შანსი აქვთ თუნდაც პატარა წარმატების მიღწევის. მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, როგორი ინსტრუქცია წამოვა, ის ზუსტად ისე იმოქმედებენ. მნიშვნელობა არ აქვს, არ გაითვალისწინებენ ეს უცხოელები არც რადიკალური ოპოზიციის ბრჭყალებში პრინციპულობას და არც ბრჭყალებში რაღაცა თავმოყარეობას. ხომ, აი როგორც დააჯგუფებენ, ისე მოუწევთ დაჯგუფება. ეტყვიან რომ ეხლა 3 პარტიით გადითო, გავლენ 3 პარტიით. ეტყვიან რომ 7 პარტიით გადითო, დაიშლებიან 7 პარტიით გავლენ.